კითხვაც მოვიდა, რომელიც იქით მიგუმართავს რა. ჯორბილსონი გასაგებია, რომ სწორედ და კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ქვედითი დამბიჯები არ ყვება ამას. ეს კი აჩენს არასერიოზულობის აღქმას ხალხის მხრიდან მისი განცხადებების მიმართ და რატომ არ დგამს ქვედით ძლიერ ნაბიჯებს ამერიკა ივანიშვილის მიმართ. თუ არ აქვს დიდი მოგიწევთ რა, ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოში ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა ძალიან გვაწუხებს რა საქართველოში ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის პირველი რიგის პრობლემა მსოფლიოში. იმიტომ მსოფლიო ძალიან არეული რა, ძალიან არეული, განსაკუთრებით ესე იგი ძალიან არეულია იქიდან ნახევარსფეროში და არანაკლები არეული აქედან ნახევარსფეროში. აი მაგალითად ამას წინა იმ პირველი ნაბიჯებით და იმ პირველი ქმედებებით კარგად ჩანს რა, რომ ხო, კარგად ხო, ამას დალაგებაზეა და ჩვენ ახლა ხო, კი, გასაგებია რომ ჩვენთვის ძალიან ძიმეა ეს ვითარება როდესაც დაკავოთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის პირველი ხარისხის პრობლემა, იმიტომ თუნდაც აი ჩვენს ნახევარსფეროში ხო, აი მაგალითად ტრამპმა ამასიანთი ლაპარაკა, როდესაც ლაპარაკობს, როდესაც ამ უნდა USAID-ის შეზღუდვაზე და მოსახურეების შესვლაზე, რომ საერთოდ რა ხდებოდა თქვენ თუ იცით იმაში სამხრეთ აფრიკის იმაში რესპუბლიკაში USAID აფინანსებდა ესე გამოვიდა ახლა მე ესე მივხვდი ახლა აღარ ჩავდებულო მაგრამ USAID აფინანსებდა მიწების ექსპროპრიაციას აქტიურად გამოვიდა ხო ეს თქვა რომ საქართველოში როცა USAID-ის სასწრაფი მიდის ხელისუფლებაში და ხელისუფლებას აქვს უფლება განაწილების და გამოყენების იგივე არ არის რომ მაგრამ ნუ იქ როგორ ჩანს ეს იყო აი ამ იმისი რა ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის ისა პროცესი ხო კონკრეტულად მიმართული იყო მაგრამ ანუ კონკრეტულად როგორ ჩანს ამას აფინანსებდა რომ ეს პროცესი წასულიყო ხო აი ესეთი რაღაცები და სოფლიოში და ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა რომ პირველ რიგში იქნება ისა საქართველოს კათოლიკე რა თქმა უნდა იქნება როგორც ისინი მოქმედებენ იქნება სწრაფად მაგრამ ნუ ხვალ არ იქნება რა ხვალ რა თქმა უნდა ეს არ იქნება ის შეფასება რომ არასერიოზულია თქვათ ვილსონის განცხადებები ვერ დავეთანხმებ იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობა ვილსონს რომ აი ამ სიტუაციაში ამ ტოვებს ამ თემას რაღაცნაირად იმაშვება რა სუცი არა ვილსონი არასერიოზული არანაირად არ არის ესეთია სტაჟიანი და მნიშვნელოვანი ეს არის პოლიტიკოსია და პირიქით რომ აგრძელებს ეს იმას ნიშნავს რომ ის აგრძელებს ამას ადმინისტრაციის თანხმობით ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე ის ამას უბრალოდ არ გააგრძელებდა არანაირად ანუ ეს მნიშვნელოვანია ამისი გათვალისწინება რომ ეს ესე იგი მისი ჯერჯერობით ესე იგი ერთადერთი მოქმედება რაც შეუულია მოქმედ ადმინისტრაციას განახორციელოს იმიტომ სხვა ბევრი საქმე აქვს ძალიან ეგ არის რომ ვილსონი მუდმივად აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას რომ არ გააგრძელონ ისე როგორც აგრძელებენ ანუ ესეც არის რა მეთოდი ესეც არის კი რა თქმა უნდა ეს არ არის ძალიან ძლიერი მეთოდი მაგრამ ეს ნიშნავს რომ ამერიკის ადმინისტრაციაში საქართველოს დროს დადგება რა